სემეკი მიკროსიმძლავის ელექტროსადგურების ხელშემწყობ ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის სისტემას უახლოეს ხანებში დაამტკიცებს. რატომ გახდა საჭირო ნეტო აღრიცხვა და ნეტო დარიცხვაზე გადასვლა, რა სიახლებია მოსალოდნელი ამ საკითხებზე გადაცემის სტუმართან სემეკის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელთან თამარ პარუნაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ქეთი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ ამ თემას უთმობთ თქვენს ეთერს. ასევე მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ რომ სათხართ დეტალები გაგვიზიაროთ იმ მეტად მნიშვნელოვან თემაზე, რომლის მიმართაც ძალიან დიდია დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. საუბარია განახლებადი ენერგიების ხელშემწყობ პროგრამაზე, ნეტო დარიცხვის პროექტზე, რომელზეც სემეკი ამჟამად მუშაობს. თუმცა სანამ ნეტო დარიცხვაზე ვისაუბრებდეთ უფრო დეტალურად, ძალიან საინტერესოა ნეტო აღრიცხვის პროგრამის შეჯამება. სემეკი როგორ უყურებს ნეტო აღრიცხვის პროგრამას, რამდენად მისცა ამ პროგრამამ შედეგი განახლებადი ენერგიების განვითარებას. ქეთი, ფაქტიურად შეუძლებელია ვთქვათ, რომ ეს პროექტი არ იყო წარმატებული ენერგეტიკის სექტორისთვის. 2016 წელს დანერგა სემეკმა ნეტო აღრიცხვის სქემა. სხვადასხვანაირად განვითარდა დროში ეს მექანიზმი. თავდაპირველად ერთ კონკრეტულ მომხმარებელს ჰქონდა ინდივიდუალურ მომხმარებელს თავისი მოხმარების ადგილას შესაძლებლობა რომ დაეყენებინა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. შემდეგ უკვე 2019 წელს შესაძლებელი გახდა რომ ჯგუფს გაენაწილებინა ასეთი ელექტროსადგურის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია და შესაბამისად გაექვითა მიმწოდებელთან, ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიასთან. თუმცა რაღაც არეალის შეზღუდვა ჰქონდა, ეს არეალი გავაფართოვეთ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მთელს არეალზე გავრცელდა და დღეს უკვე იქამდე ვართ მისულები, რომ მაგალითად ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში დაახლოებით 1335 მომხმარებელი არის, რომელიც ამ სქემაში არის ჩართული, ხოლო თელასის ქსელში დაახლოებით 470-მდე მომხმარებელი არის ამ სქემაში ჩართული. კომისიამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ აღნიშნული პროგრამა განვითარებული იყო და მიკროსიმძლავის ელექტროსადგურების ქსელში ჩართვა, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ყოფილიყო ეფექტური, ხო, როგორც საცალო მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. აი, ზუსტად სწორად გაუსვით თქვენ ამას ხაზი, მე ძალიან მიხარია, რომ თითქმის პროპორციულად თანაბრად არის როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი ამ სქემაში ჩართული. აქვე სემეკმა 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაგზარდა დადგმული სიმძლავრები, თუმცა აი უკვე 2024 წელს სემეკს აქვს ასეთი მაჩვენებელი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ არ უნდა გადააჭარბოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პიკური დატვირთვის 20%-ს. შესაბამისად, დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 2024 წელს უკვე ათვისებული იქნა ეს 20% ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში, ხოლო თელასის ქსელში მაჩვენებელი, აი დღეს დილის მონაცემებით, სადღაც 13%-მდე არის ასული. ამიტომ, რადგან ამ 20%-ს მიაღწია უკვე თელასის ქსელში, შესაბამისად შეჩერდა გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გაჩნდა უამრავი კითხვა დაინტერესებული პირებისგან, ბიზნესისგან, გაგრძელდება თუ არა ისევ ეს პროგრამა, რამდენად ექნება შესაძლებლობა მათ, ვინც უკვე ჩართულები არიან ამ პროგრამაში, ისევ გააგრძელონ ნეტო აღრიცხვის სქემაში, ანგარიშწორების მექანიზმი კონკრეტულ მიმწოდებლებთან. შესაბამისად, სემეკმა დაიწყო უკვე ახალ რეგულაციაზე მუშაობა და დეტალურად რომ მოგვიყევეთ თამარ, რას სთავაზობს სემეკი ბიზნეს პროექტის სახით, ჯერჯერობით ვიცით რომ მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც ცვლილებებზე მუშაობთ თქვენ უშუალოდ, ამიტომ ძალიან საინტერესოა ყველა დეტალი, რასაც მოგვაწვდით გადაცემის განმავლობაში, განსაკუთრებით ბიზნესს დაინტერესებს აღნიშნული და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რეკომენდაციაც იყო გარკვეულწილად ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან, რომ საქართველოს უკვე ეტაპობრივად უნდა გადასულიყო სხვა მოდელზე, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიმართულებით და ერთ-ერთი ესე ვთქვათ მოდელი, რომელიც შემოთავაზებული იყო და განთავსებული ასევე სემეკის ვებგვერდზე, სწორედაც რომ ნეტო დარიცხვას უკავშირდება, აი ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორებმა იმოქმედა იმაზე, რომ გადავსულიყავით ნეტო აღრიცხვის და ნეტო დარიცხვის სქემაზე და პირველ რიგში ეს გამომდინარეობს იმ ვალდებულებებიდან, რაც საქართველოს აქვს აღებული ასოცირების შეთანხმებით და ასევე 2016 წელს ჩვენ გავხდით
ენერგეტიკული გაერთიანების წევრები, სადაც ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ყველა ის დირექტივა თუ რეგულაცია, რომელიც მოხდება ენერგეტიკული გაერთიანების სადამფუძნებელ ხელშეკრულებაში, გადმოვიტანოთ ჩვენს კანონმდებლობაში. ასეთივე არის 2019 წლის შიდა ბაზრების დირექტივა, რომელიც არის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის ნაწილი და რომელიც ადაპტირებული არის უკვე ხელშემკრალი მხარეებისთვის. შესაბამისად, ამ დირექტივის მე-15 მუხლი ასეთ დათქმას აკეთებს, რომ თუ კონკრეტულ ხელშემკრალ მხარეს, ანუ საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს მექანიზმი, რომლითაც არ ხდება ქსელში გადადინებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ცალ-ცალკე აღრიცხვა და შესაბამისად ანგარიშწორება 2026 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ დატოვოთ ეს სქემა, ხოლო ამის შემდეგ უკვე უნდა გადავიდეს აუცილებლად ახალ სქემაზე კონკრეტული ქვეყანა. აქვე დათქმა გააკეთა დირექტივამ და თქვა მსგავსი რაღაც, რომ ის პირები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ნეტო აღრიცხვის სქემაში, უნდა დარჩნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა ამოიღონ ის ინვესტიცია, რაც მათ ჩადეს, იმიტომ რომ მათ სესხები აქვთ აღებული საფინანსო ბანკებიდან და რაღაცა დროის განმავლობაში, აი ამ ბიზნეს მოდელზე იყო გათვლილი ის კონკრეტული სესხი, შესაბამისად უნდა მიეცეთ მათ საშუალება, რომ ამოიღონ ის მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია. ეხლა რაც შეეხება ამ დათქმას, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ არ ვართ, ვინც იცნობს ევრორეგულაციებს და ბიზნესით აქტიურად ეცნობა, ამიტომ საკმაოდ ბევრი კითხვა იყო ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან გაურკვეველი იყო რა მოხდებოდა, რამდენად იქნებოდა რაღაც პერიოდი, რომ ეს ინვესტიცია ამოეღოთ, რა პერიოდი განისაზღვრებოდა და როგორი იქნებოდა ახალი სქემა, იმიტომ რომ ახალ ბიზნეს მოდელზე გადასულიყვნენ. ამიტომ მომზადდა ცვლილებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში და შესაბამისად ამ კანონიდან გამომდინარე სამი მნიშვნელოვანი რაღაც ითქვა. პირველ რიგში ის, რომ განისაზღვრა პროგნოზი და ითქვა, რომ თუ 2027 წლის 1 იანვრამდე მიერთდი გამანაწილებელ ქსელზე და სარგებლოდ ქსელში გადადინებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის გაქვითვით, ანუ ნეტო აღრიცხვის სქემით 2033 წლამდე ისევ დარჩები ამ სქემაში. მეორე რაც ითქვა, 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ უკვე ყველა მომხმარებელი, რომელიც ქსელზე მიერთდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით, ჩაერთვება ნეტო დარიცხვის სქემაში. და მესამე, იმიტომ რომ დღეს გაჩერებული არის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელზე მიერთებები და მიბმული არის აი ამ 20%-იან დატვირთვაზე, ზღვარზე. შესაბამისად, CEMEX მიეცა უფლებამოსილება, რომ დაუშვას 100 კილოვატამდე დადგმული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. უბრალოდ აქ ანაზღაურება შეიცვლება და გადავალთ ნეტო დარიცხვაზე, ნეტო აღრიცხვის მაგივრად. ამიტომ აი რომ განმარტოთ რა იცვლება ანაზღაურების ნაწილში, იმიტომ რომ ნეტო აღრიცხვის სქემის ასე ვთქვათ ანგარიშწორება შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და საინტერესო ამ ნაწილში რა ცვლილებებს უნდა ელოდოს. კი ბატონო, მე ვეცდები რომ მსგავსებებზე და განსხვავებებზე ვისაუბრო. ნეტო აღრიცხვის სქემაში ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაბამისი კილოვატ-საათები იქვითება ერთმანეთში. რას ნიშნავს ეს? თუ პირობითად მე როგორც საბოლოო მომხმარებელმა, რომელსაც იმავდროულად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მაქვს ჩემს ტერიტორიაზე, თუ ქსელიდან მოვიხმარე 100 კილოვატ-საათი ელექტროენერგია და ქსელში გადავადინე 40 კილოვატ-საათი, ეს 100 და 40 გაიქვითება ერთმანეთში და 60 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საფასურს გადავიხდი სრულად, რომელსაც მოყვება როგორც განაწილების, ასევე გადაცემის კომპონენტი, ანუ მთელი ქსელური კომპონენტი. ხოლო აი იმ 40 კილოვატ-საათზე მიუხედავად იმისა, რომ ენერგიები გავქვითეთ ერთმანეთში, მას არ მოყვა ქსელური კომპონენტი. თუმცა აქვე ამავე მექანიზმით შექმნილი არის გარანტირებული შემსყიდველის მექანიზმი ნეტო აღრიცხვით. ახლა ენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყავდეს გარანტირებულად შემსყიდველი. ეს არის მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რომ დაამტკიცოს სესხი კონკრეტული ბიზნესისთვის და ასევე მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ინვესტორისთვისაც. გარანტირებული შემსყიდველის სახით არის მიმწოდებელი, ხოლო ანგარიშწორების სქემა ნეტო აღრიცხვაში არის გაქვითვის სქემა. ეს გარანტირებული შემსყიდველი და გაქვითვის და გარანტირებული შემსყიდველის სქემა რჩება ასევე ნეტო დარიცხვის სქემაში, თუმცა შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს, რომ ასევე თავისუფალ მიმწოდებელთანაც რა თქმა უნდა. კი ბატონო, ანუ
ნეტო დარიცხვაში რაც შეიცვლება ეს არის ანგარიშწორება თუ აი პირველ მაგალითში 40 კილოვატ-საათი გავქვითეთ ერთმანეთში ამ შემთხვევაში უკვე 100 კილოვატ-საათისას პირდაპირ რასაც მოვიხმარ მთლიან თანხას გადავიხდი და 40 კილოვატს რასაც ქსელში მივაწოდებ ამაზე კომისია დაადგენს საფასურს რა საფასურად უნდა შეისყიდოს საჯარო მომსახურების მიმწოდებელმა ანუ იმ მიმწოდებელმა რომელიც კომისიის ტარიფით ოპერირებს დღეს ბაზარზე ანუ ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს ორი მექანიზმი და ტარიფის დადგენა ამ შემთხვევაშიც მოხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე რომელიც შემუშავებული აქვს კომისიას შესაძლებელია კომისიამ უბრალოდ განსაზღვროს რა საფასური იყოს თუმცა რა თქმა უნდა ეს იქნება დასაბუთებული და გამჭვირვალე პროცესების შედეგად განსაზღვრული საფასური დღესაც რასაც ითვალისწინებს დღეს პროექტი ეს არის უნივერსალური მომსახურების მიმწოდeblis საშუალო შეწონილი ფასი რომელიც ასევე არის გამჭვირვალე პროცესების შედეგად დადგენილი თანხა რომელსაც თქვათ აუნაზღაურებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შესაბამისი მიმწოდებელი ოღონდ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რაც მნიშვნელოვანი არის და ხაზი უნდა გაესვას ეს არის ის რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ მიმწოდებელზე რომელიც საჯარო მომსახურებას ახორციელებს დღეს ჩვენ ასევე ყავს სექტორში თავისუფალი მიმწოდებელი ესეთი მექანიზმი და რომელიც თავისუფალი არის განსაზღვროს როგორც ელექტროენერგიის მისაწოდებელი ფასი, ასევე ამავე პროექტით თავისუფლად განსაზღვრავს რა ფასად შეიძენს მომხმარებლისგან ქსელში გადადინებულ ელექტროენერგიას. აქედან ის ფასი უკვე დამოუკიდებელი იქნება სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისგან, ხო, რომელსაც კი ბატონო, უნივერსალური მიმწოდებელი გარანტირებულად შეისყიდეს. გარანტირებულად რასაც შეისყიდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ეს ფასი სემეკის მიერ დადგენილი, თავისუფალ შემთხვევაში ისიც იქნება თავისუფალი გათვალისწინებული იმის მიხედვით, რაც რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, რაც არის მისი ბიზნეს მოდელისთვის მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანია თამარ ასევე ჯგუფურ მიერთებასთან დაკავშირებული საკითხი, იმიტომ რომ ერთ-ერთ მწვავე საკითხად ბიზნესის მხრიდან სწორედ ეს საკითხი იყო დასმული, როგორია მარეგულირებლის მიმდგომა ამ, ასე ვთქვათ, გამოწვევასთან დაკავშირებით. ჯგუფური მიერთება ამ ეტაპზე პროექტითაც გათვალისწინებული არის რომ უნდა დარჩეს, თუმცა ვფიქრობთ რომ იმ არეალით ვერ დარჩება რაც არსებობდა ნეტო აღრიცხვის სქემაში, ანუ მთელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის არეალში ვერ დარჩება და მოხდება შეზღუდვა გარკვეულწილად. რას გულისხმობს ეს შეზღუდვა? შესაძლებელია რომ ისევ სატრანსპორმატო პუნქტის დაბალი ზავის მხარეს იყვნენ განთავსებულები ეს ჯგუფის წევრები, შესაძლებელია რომ ესეთი მოთხოვნა არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე როგორც საცალო ბაზრის წესებში, ისევ გამანაწილებელი ქსელის წესებში მიმდინარეობს ცვლილებების პროექტზე მუშაობა და უახლოეს დღეებში ასევე გავაცნობთ დაინტერესებულ პირებს თუ რა მექანიზმით მოხდება ჯგუფის მიერთება გამანაწილებელ ქსელზე ამ ახალ სქემაში. აღჭერთ თუ არა რაიმე სხვაობა ერთი ვახსენებთ ანგარიშწორება, რაც ესე იგი ჯგუფური მოხმარების შესაძლებლობა კვლავ რჩება. კი ბატონო. და კიდევ საფასური ანაზღაურების სქემა გარკვეულწილად შეიცვლება, რომელიც რა თქმა უნდა შეცვლის ბიზნეს მოდელს, თუმცა იმავდროულად ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავისუფალ მიმწოდებელს მივცეთ შესაძლებლობა შეისყიდოს ასეთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია, ამ კუთხით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ ჩვენ. არ მხოლოდ საცალო ბაზრის წესებში, არამედ საბითუმო ბაზრის წესებთან მიმართებაშიც გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, იმიტომ რომ ეს გახდეს შესაძლებელი. და ვფიქრობ, რომ წარმატებული უნდა იყოს ეს პროექტიც გარკვეულწილად, როდესაც უკვე გავალთ, ასე ვთქვათ, დავასრულებთ ამაზე მუშაობას. აქვე ძალიან საინტერესო ბიზნესის მიდგომა, როგორც ვიცი, არაერთი საჯარო შეხვედრა ჰქონდათ მათთან უკვე ამ თემასთან დაკავშირებით იყო მათი მხრიდან გარკვეული მოსაზრებები გამოთქმული და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მარეგულირებლის მხრიდან მიღებული. აი თქვენ როგორ შეაფასებდით, რამდენად ჩართულია ბიზნესი თქვენთან მუშაობის ნაწილში, რამდენად ასე ვთქვათ, მიყვებიან თანმიმდევრულად იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს და როგორი ამასთანავე მარეგულირებლის რეაგირება იმ საკითხებზე, რომელსაც ბიზნესი აყენებს. ჩვენ გარდა იმისა, რომ ზოგადად
ვთვლით, რომ აუცილებელი არის დაინტერესებული პირების ჩართულობა სამუშაო პროცესში, იმიტომ რომ წარმატებული იყოს ესა თუ ის რეფორმა და პროექტი. ასევე კანონმდებლობით გვაქვს ვალდებულება, რომ საჯარო კონსულტაციები გქონდეს დაინტერესებულ პირებთან. გარდა იმისა, რომ მიმწოდებლები არიან ჩართულები არიან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, რომლებმაც უშუალოდ უნდა დანერგონ ეს კონკრეტული მექანიზმი, ასევე ჩართულები არიან ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ განახლებადების ასოციაციასთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობთ და შესაბამისად მათი მეშვეობით მოხდა პროექტის გაზიარება. რა თქმა უნდა, მივიღეთ შენიშვნები ყველა დაინტერესებული პირისგან, აი ზუსტად წინა კვირას მივიღეთ უკვე უკასრავად ბოლო შენიშვნა. დამუშავდა, გაანალიზდა და რა თქმა უნდა, შესაბამისად პასუხები არგუმენტირებული, რამდენადაც შეუძლებს რომ გავითვალისწინოთ, მოგცემს კანონი ამის შესაძლებლობას გავითვალისწინებთ, რაც არა აუცილებლად არგუმენტირებული პასუხი გაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს. არის ესეთი მოთხოვნაც ბიზნესიდან, რომ გაახანგრძლიwdოს ცოტა ეს პროცესი და გადავდოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, გავახანგრძლიwdოთ და ცოტა შემდეგ მივიღოთ ეს ნორმატიული აქტი, კი ბატონო, გადაწყვეტილება, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რომ როდესაც დავამტკიცებთ ამ პროექტს, საჭირო იქნება გარკვეული ტექნიკური ცვლილებების განხორციელება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების და მიმწოდებლების მხრიდან, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს ანგარიშწორების მექანიზმი, ბილინგის ბაზაში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამიტომ არ ვიცი საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჯერჯერობით, იმიტომ რომ აი ახლა ვართ უკვე ამ მიღებული შენიშვნების დამუშავების ეტაპზე, თუმცა მე პირადად მაქვს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება მივიღოთ ეს დადგენილება, მაგრამ ავამოქმედოთ რაღაცა პერიოდის შემდეგ იმის გათვალისწინებით, თუ რა ცვლილებები ჭირდებათ და რა ვადას მოითხოვს მიმწოდებლებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მხრიდან იმ კონკრეტული მექანიზმის დანერგვა და ამოქმედება. გასაგებია თამარ, ეს უკვე სამუშაო პროცესია და ამას უკვე მომდევნო ეტაპზე ვნახავთ, როდის იქნება მარეგულირებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება და რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, აი თქვენ როგორც ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობთ, რას გამოყოფდით? კი ვისაუბრეთ გადაცემის განმავლობაში, რომ არსებობს ასე ვთქვათ გარკვეული სიკეთები, რომელიც ნეტო დარიცხვას მოაქვს, მაგრამ რას გამოყოფდით, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნეტო დარიცხვის პროგრამაში, რომელიც ხელშეუწყობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარებას? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისე რჩება გარანტირებული შემსყიდველის მექანიზმი, ან მიმწოდებელი არის ის სუბიექტი, რომელიც შეისყიდის ელექტროენერგიას, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების. არსებობს რაღაცა გარკვეული ფორმით გარანტია მომხმარებლებისთვის, თუ რა ფასად მოხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი და საერთოდ ზოგადად დაინტერესებული პირების ჩართულობით თავისუფალი მიმწოდებლებით შეძლებენ და მათთვისაც უფრო მეტად მომგებიანი იქნება, რომ ასეთი ელექტროსადგურებისგან შეისყიდონ ელექტროენერგია და რაც ყველაზე მთავარია და ალბათ უნდა ამოვიდეთ ყველაზე მეტად მიზნიდან, რა არის ზოგადად ამისი მიზანი, ეს არის მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მე როგორც ერთი კონკრეტული მომხმარებელი ელექტროენერგიის გამომუშავებით უარყოფით ზეგავლენას არ ვახდენ გარემოზე, მაქსიმალურად ვამცირებ გარემოზე ჩემს უარყოფით კვალს და ეს საერთო სიკეთეს ხმარდება ჩემს მიერ ჩადებული ინვესტიცია. ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ მწვანე ენერგიის სერტიფიკატებზე და საინტერესო იქნება მომდევნო გადაცემებში, რომ გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით განახლებადი ენერგიების, კერძოდ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობ ახალ მექანიზმზე, ნეტო დარიცხვის პროგრამაზე.